საინტერესო თემით მოვედი, კიმერლის ანომალიაზე უნდა გესაუბროთ. ეს არის დამატებითი ძვალი ხერხემლის პირველ მალაზე და პაციენტმა შეიძლება იგრძნოს მსუბუქი თავბრუსხვევა და კისრის გაძლიერებული მოძრაობა. ძირითადად ჩემი პაციენტებისთან ეს მსუბუქი ფორმით არის, არ გრძნობენ დისკომფორტს, არ უკავშირებენ რაღაც განსაკუთრებულს აი კისრის სეგმენტში. უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი აქტიური სპორტი, რომელიც კისრის მკვეთრ მოძრაობას ითვალისწინებს, იმიტომ რომ თითქოს აი რაღაცა ნაჩვლეტისებურ დისკომფორტს იწვევს კისრის მიდამოში, თითქოს რაღაცამ გესროლა, რაღაცა სისწრაფები და ნერვები მოიჭყლიტა თითქოს, აი ესეთი ეფექტი არის. ისევ დეიდაშვილები, ახლა უკვე ახალგაზრდა ქალბატონები, დამატებითი ძვალი ხერხემლის პირველ მალაზე, იგივე მეორე მხარესაც და დააკვირდით ხერხემლის მალებს, როგორი განსხვავება არის. ეს არის ზედმეტად გადაზნექილი ხერხემლის ძვალი, მიზეზი არის სასუნთქი შევიწროება, პაციენტს აქვს ჟანგბადის ნაკლებობა და აკეთებს დამატებით მოძრაობას, კომპენსაციას უკეთებს. ბევრს თავის დახრის ხარჯზე, იმიტომ რომ წამოიღოს ქვედაყბა წინ და როგორმე მოამატოს სასუნთქი გზების გამავლობა, იმიტომ რომ ჟანგბადი მუდმივად ააკლია, მუდმივად დაღლილების შეგრძნება აქვს. ასეთ პაციენტებს ურჩევ ორსულობისას არ მოიმატონ წონაში მკვეთრად, იმიტომ რომ ნებისმიერი წონის მატება უარყოფითად აისახება და უფრო მეტად გრძნობს აპნოეს ნიშნებს. აი ამ თემაზე მინდოდა საუბარი დღეს თქვენთან.